აი ახლა ნახეთ ესეთი რაოდენობა მაქვს მე რიგების. ნუ ფაქტობრივად რიგებზეც არ არის დამოკიდებული თავი, აქ თქვენ მიაზომოთ ხოლმე სახელურს და ეხლა ფიქრობ, რომ კიდე მოვაკლო, ნახეთ. აი ესე ვაზომებ და ფაქტობრივად ჯერ იქ არ ვარ მისული, სადაც მოკლებაა საჭირო, აი აქ გახსოვთ ბოლო ორი რიგი, ესე იგი ბოლოდან მეორე რიგზე არის კიდევ მოკლება, მაგრამ აქ ფიქრობ, რომ ნახან, აქ მაინც სახელურია, მაინც ესეთი სივიწროვე იქნება და აი ფიქრობ, რომ ნახეთ, აი როგორ მივდივარ ახლა, აი ესე, ფაქტობრივად ზუსტად ზის, მაგრამ ფიქრობ, რომ მაინც მოვაკლო კიდევ, აი ახლა მოვაკლებ და მე კიდევ უკვე ნახეთ, აი აქ არის ნაკერი, აი აქ გვაქვს ნაკერი, ხო? და ამის წინ ერთი რიგი, მეორე რიგი. აი აქაც მოკლება გვინდა, ნახეთ, აი აქ სადღაც. მაგრამ აი აქაც მინდა რომ მოვაკლო. ფიქრობ, რომ ნახეთ. ნუ პრინციპში აი ზუსტად კი ჯდება ეხლა ეს ნახეთ. აი ზუსტად, მაგრამ არ ვიცი რატომ ყავს მგონია რომ ცოტას მოვაკლებ, კარგი იქნება. ესე თუ გადავთვლი ეხლა აი თუ ზუსტად მაინც რიგებს შეხედავთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 რიგია მოქსოვილი და ეხლა ვფიქრობ რომ ესე ორი ბიჭისთვის ეს თვალი და აი ნახეთ ამას გამოვტოვებ და აი აქ ეხლა მექნება უკვე 16 თვალი, აი ორი მხრიდან მოვაკლებ ამის შემდეგ ამ რიგში, ხო? ესე იგი აქეთ მხარეზე მოვაკელი და ბოლოშიც, რიგის ბოლოშიც მოვაკლებ. იმიტომ რომ ყოველთვის სახელური ხელის მოკიდების ადგილას მაინც ასე ვთქვათ ისე გაიწელება, რომ სასურველია რომ არ იყოს ძალიან ფართო ეს ადგილი, ხო? სადაც დაკავშირების ადგილია, იქ ნორმალურია ესეთი ფართო ადგილი, ხო, სადაც ელოასთან ახლოს და მე უკვე ჯობია რომ ნელ-ნელა დაავიწროოთ მაინც, ხო? ეხლა საკმაოდ დიდი სიგრძე მოგსოვე უცვლელად, იყო 18 ესეთი თვალი სიგანეში, ეხლა ცოტა კიდევ დავავიწროთ, უფრო კარგი ფორმა იქნება. ესე იგი ბოლო თვალსაც მოგსოვთ ესე იგი მოკლებით, ანუ მოდით ესე გაჩვენებთ ახლა კიდევ ერთი თვალიც და თან გადავთვლი და გაჩვენებთ, რომ აი ესე იგი ნახეთ, ნიშნულის თვალი და მის წინა თვალი, ხო? აი ესე ნიშნულის თვალიც და ერთად. ეს ახლა არის ჩვენთვის მოდით გადავთვალოთ, ეს 16 თვალი გვაქვს. ესე იგი ნიშნულის ჩათვლით 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 აი ეს 1 2 თვალი ბიჭის და ესე იგი 2 თვალი ეს ბიჭის არის და აი აქ შედიხართ ჩვეულებრივი თვალი ნახევრად ნამატით. აქ დავაბრუნებ ნიშნულს და ესე იგი ახლა 16 თვალით გავაგრძელოთ და აი რამოდენიმე რიგის შემდეგ კიდე უნდა მოვაკლო. მოდით თან შეგახედებთ. აი აქ სადღაც დავაზომოთ. აი ესე გვაქვს. ესე იგი აი აქ. პირდაპირ ნაკერი, ეს ნაკერი, აი ეს ადგილი მიეკერება შემდეგ აი ამას. აი ესე. ეს კიდევ აქეთ მხარეს, ხო? ამიტომ ზუსტად ერთ ხაზზე უნდა იჩნენ და აი ესეც ვაკეთებ, რომ სიგანეში კარგად იყოს. აი ესე ნახეთ. ასე გავაგრძელებთ ახლა და ესე იგი რამოდენიმე რიგი გვინდა. ესე იგი აი აქ არის ნაკერი, ხო? აი სადღაც აი აქ გვინდა კიდევ რომ მოვაკლოთ, ნახეთ, აბა შეხედეთ. აი აქ ვიწროვდება, სადღაც აი აქ უკვე უნდა მოვაკლოთ. ნუ აი ასეთ სიგრძეს კიდევ მოგსოვ და კიდევ მოვაკლებ. კარგი, ესე იგი კიდევ დავაგროვოთ, ხო, ეხლა ჯერ რიგები. და დაგიბრუნდებით ისევ. ეხლა 16 თვალი გსოვეთ გარკვეული რაოდენობა რიგების.
აი ხლა ესეთი ნაკსოვი მაქვს, ნახეთ. ესე ცოტა შორიდან დაგანახეთ. და აი რამოდენიმე რიგი კიდევ დავამატე, ნახეთ, აქ ჩანს კიდეც, ხო, სადაც შევამცირე. აი აქ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13. აი ეს 13 რიგი დავამატე, მოკლედ და ახლა ვფიქრობ, რომ მაინც ახლა თქვენ მაინც ჯობია დააზომოთ და ესე ამის მიხედვით ნახეთ. ახლა ვფიქრობ, რომ კიდევ მოვაკლებ. აი ესე. აი აქ ესე მიაზომეთ და აი თუ შემოვატრიალებთ, ნახეთ. აი აქ უკვე ვიწროვდება ეს გარკვეული ადგილი დაგვრჩა, სადაც ესე დავიწროება საჭირო. და ანუ ეხლა დავავიწროვებ და შევხედავ კიდევ. მე ვფიქრობ, რომ რამოდენიმე კიდევ აღარ შევეხებით და მე უკვე გაგანიერება მოგვიწევს უკვე აქეთ, ხო? უკვე ნაკერის შემდეგ, ხო? სიმეტრიულად უნდა მოვხსოვოთ. ისე იგი ხა მე კიდევ მოვაკლებ. ხა ნიშნულები მოვხსენი მე. მაგრამ თქვენ გირჩევთ, რომ მაინც დაამაგროთ. ესე იგი ორი თავისუფალი თვალი მოქსოვილი მაქვს უკვე. და აი ესე იგი აი ამ თვალს ვტოვებთ და აი აქ ორ კედელში შევდივართ, ხო, როგორც მანამდე. და ეხლა ჩვენ გვექნება აქ ნიშნული ჯობია გააკეთოთ თქვენ, მე ხარ ვაკეთებ, მაგრამ ეხლა გექნება თქვენ უკვე 16 ხო ქონდა ბოლოს, 14 თვალი, მოდით მაინც დავაბრუნებ და თან გადავთვლი, რომ გაჩვენოთ, რომ აი ეს პირველი თვალი რომ იყო, ხო, ეხლა რაც ამოვიყვანე. აი ესე. და ბოლო თვალზეც უნდა მოვაკლოთ, ხო? გვექნება 14 თვალი. ესე იგი ჯამში რამდენი მოვაკელით, ესე იგი 20-დან ჩამოვედით 14-ზე, 6 თვალი მოვაკელით, ესე რამოდენიმე ადგილას ესე იგი 3 ადგილას მოვაკელით, ხო? ხო, 3 ადგილას 2-2. ასეც გამოდის. ესე იგი ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე რიგს მოვხსოვთ. ესე იგი უცვლელად, ხო, არც მატება, არც მოკლებით. აი ახლა უკვე მივედი, ნახეთ. აი ორი თვალი მაქვს. ჩანს, ხო? აი ეს 1 და ეს მეორე და ესენი ყველა ერთად. აი ეს. ხა გადავთვალოთ, მოდით გაჩვენებთ. ესე იგი ნიშნულის ჩათვლით 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 და 14. აი ესე. ეხლა ორი თვალი ბიჭის მოვტრიალდით. ესე იგი ეხლა 14 თვალს მოვხსოვთ. აი პირველივე თვალში, ხო, აქ უკვე მოკლებას აღარ გავაკეთებთ. და ასე მოვხსოვთ ჩვენ სანამ არ მივალთ იმ ადგილას, სადაც გაგანიერებაა საჭირო, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მეტი მოკლება აღარ იქნება საჭირო. მოდით ამ რიგს მოვხსოვთ და თან მივაზომებ, რომ აი ყველაზე წვრილი ადგილი სადაც გაქვთ, ხო, სახელურის, რომ იმ სიგანეს ეს შეესაბამება, თორე თუ კიდევ უფრო წვრილია, ხო, თქვათ ნაკერის ადგილა, შეიძლება კიდევ მოკლება დაგჭირდეს, რომ ეს ქვემოდან ამოეკვრება და არ უნდა გადადიოდეს, ხო, სახელურის აქეთ იქით ზედმეტად თავისუფლად ესე არ უნდა გავიდეს. და იყოს უფრო ქვემოთ ჩამალული. კარგით, ახლა ამ რიგს მოვხსო, შევადარებთ, ესე იგი დავაზომოთ სახელურს. ესე იგი ეს ახლა ფაქტიურად ჯერ ნახევარი არ მომიქსოვია, კიდევ მოსაქსოვი გვაქვს სიმეტრიულად გაფართოებით. ეს ნიშნული მომიწვრა, მაგრამ არაუშავს მოხსნი ახლა მეორევეს. 1 2 და უკვე მომდენო რიგი. ახლა მოდით მოვაზომებ. ესე კარგად გაშალეთ. აი ეს გვერდითი ნაწილიდან აქ. შეგიძლიათ აქ ქინძის თავი დაამაგროთ ხოლმე, რომ ზუსტად აი ესე კარგად არც ცდომილება ნაკლები გექნება. და განიერი კი მეჩვენება აი ამ ადგილებში, მაგრამ არა უშავს ეს პრინციპში. და მივაკეროთ მე. აი ესე გვაქვს, კარგად ჩავსვათ ქვემოთ. აი ეს.
ეხლა მაინც ვფიქრობ, რომ ეს მოძრაობს, ეხლა ეგ კარგად არის დასაფიქსირებელი, რომ ზუსტად მოხვიდეთ. ხო, აი ფაქტიურად უკვე აქ ვართ და ეს რიგი რაც მოგსოვ, ვფიქრობ, რომ კარგი ზომა აღარ ჩანს, ნამდვილად არ ჩანს. კარგით, ესე გავაგრძელებ ეხლა და ესე მოგსოვ რამდენიმე რიგს, ვფიქრობ, ანუ სანამ არ დაიწყება, ნახეთ, ამ ნაკერს გაივლით, აი ეს ადგილი უნდა გავიაროთ და აი სადაც აქ, აი მატება სადაც იწყება, ხო? აი აქ. არ ვიცი, 5 რიგი ალბათ, ესე ვფიქრობ. ჯამში. აი ეს მას შემდეგ რაც ეხლა ერთი რიგი უკვე მოგსოვეთ, ხო? პროსტად 2 რიგი მოგსოვეთ მოკლების შემდეგ. მოვაზომებ და დაგიბრუნდებით, უკვე სადაც მატებას გავაკეთებ. აი ესე გარკვეული რაოდენობა რიგების დავაგროვე, ნახეთ აი ესე. აი ესე გამოიყურება. მიახლოვებით. აი ესე. ესე იგი, მას შემდეგ რაც უკვე მოვაკელით კიდევ ერთხელ, სულ რამდენჯერ? ერთხელ აქ მოვაკელით, მეორეჯერ აი აქ, მესამეჯერ და აი ამის შემდეგ მესამეჯერ რომ მოვაკელი. ესე იგი, აქ ჩანს კიდევაც ხო, სადაც უკვე შემცირებული 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 ისევ 13-ია. მიახლოებით აქ 13 იყო და კიდევ 13. აი ესე და ეხლა უკვე მატებას ვაპირებ. ანუ ეს ისეთი ადგილია, მოდით თან სქემაზე შეგახედებთ. ესე იგი, ეხლა ჩვენ ვართ აი სადღაც აი აქ. მიახლოებით, აი აქ, სადაც მატება იყო შემდეგ. ანუ ეს ადგილი გავიარე, ეს ადგილი. და აი აქ მატება გვაქვს და მე კიდევ ერთხელ მატება, ხო? ანუ ეხლა გავაკეთებ მატებას და კიდევ აი აქ და კიდევ ერთხელ ბოლოში, ხო? აი ესე. ესე იგი, ერთი თვალი, მეორე თვალი, ორი თვალი და ეხლა მატებას როგორ ვაკეთებთ? ერთი თვალიდან ამოვიყვან 2 თვალს, ნახეთ. ეხლა აქ ჩვენ რახან თვლები გვაქვს ნახევრად ნამატით, აი ესე. ერთი თვალი, ასევე ნახევრად ნამატებით მოგსოვ, კარგით? ორივე თვალს ერთი და იგივე თვალში კიდევ მეორე, აი ესე. ერთ მხარეს გავაკეთე მატება. ეხლა ჩვეულებრივი თითო თვალი ნახევრად ნამატებით. ანუ ეს ნახევრად ნამატიდან ნამაც რო ვამბობ, არ აგერევათ, იმედია ნახევრად ნამატით ეს როგორც თვითონ თვალი, როგორი ტიპის არის, ხო? არის ნამატის გარეშე ნახევრად ნამატით, ერთი ნამატით, 2, 3 და ასე შემდეგ უფრო მაღალი და მაღალი თვლები გაქვთ. მაგრამ მატებას როცა უფრო ვაკეთებთ, უბრალოდ ერთი თვალის ნაცვლად 2 თვალი ან 3 ან 4 ასე ამოყავთ ხოლმე და ეს არის მატება. კარგით, ეხლა ბოლო თვალზე რა თქმა უნდა ნიშნული არ მაქვს. ნიშნების მოხსნა და დამაგრება უფრო დროს მართმევს და ამიტომ მე არ ხმარობ ხოლმე მაინც თუ ესეთი რთული რამე საქსოვი არ არის. აი აქ ნახეთ, კიდევ ერთი თვალი მაქვს, ჯერ ამას მოგსოვ და აი ფოკუსი დამეკარგა, ხო? აბა ნახოთ, აი ბოლო თვალი ნახეთ, აი ეს არის ჩემი ბოლო თვალი და მან დამოვიყვან 2 თვალს. აი აქ. ერთი და კიდევ იგივე თვალიდან მეორე. აი ნახეთ. აი ეს. მეორე თვალზე ახლა ჯერ არ გავაკეთებ მოტრიალებმა. გავაკეთოთ 2 თავისუფალი თვალი ბიჭის და აი ეს უკვე აქ გექნებათ უკვე 16 თვალი. ხო? 14 ქონდათ, ხო გახსოვთ? მას შემდეგ რაც ბოლოს მოვაკელით და ეხლა ისევ მოვამატეთ 16 გახდა. ეხლა ასე დავაგროვებთ. ესე მახსოვს რომ 13 თვალი გჭირდება, 13 რიგი გჭირდებოდა, ხო? აქეთ ან ზუსტად სიმეტრიულად სასურველი, აი აქ როგორც მოგსოვეთ, ხო? აი აქ. ზუსტად ასევე გააკეთეთ აქეთ მხარეზეც ახლა. იმის შემდეგ რაც აი აქ წარმოვიდგინეთ რომ აი აქ ხართ და აქეთ მიდიხართ, ხო? ესე იგი, წინა რიგში აი აქ გავაკეთე მატება და ამის ჩათვლით ახლა უკვე მეორე რიგზე წავედი, ხო? უკვე სადაც 16 თვალი მაქვს და მოგსოვ
ჯამში 13 რიგს აი ამ მატების შემდეგ, კარგით? თქვენც ესე მოგსოვეთ. ფიქრობ, რომ ეს კარგი ზომაა. მაინც მიაზომეთ თან სახელურს, რომ დარწმუნდეთ, რომ კარგად მიდიხართ. აი ესეთი ნაკსოვი მაქვს. ეხლა ესე თუ გადაკეცავთ, ნახეთ, ეს შუა, სადაც ესეთი შემცირება, აი აქაც და აი ამათი შუა რო გადაკეცოთ, ესე მიახლოებით ესედაც შეგიძლიათ. აი დაახლოებით აქ ვარ ეხლა მოსული, სადაც უკვე მატების დროა და მოზუმებითაც ჩანთის სახელურზეც ესე კარგად იქნება თუ ეხლა გავზრდით და ესე იგი აქ ორ თვალს ესე თავისუფალ თვალს ამოიყვანთ და ესე იგი მატებას გააკეთებთ. ანუ პირველი თვალიდან ერთი თვალი ნახევრად ნამატით პირველ თვალზე დავაბრუნებ ნიშნულს და მეორე თვალი ნახევრად ნამატით. ეხლა ასევე ბოლო თვალზე აქ ჯერჯერობით ჩვეულებრივ თითო თვალს მოგსოვთ და ბოლო თვალზეც გავაკეთებთ მატებას და ჯამში გვექნება უკვე 18 თვალი და ისევ გავაგრძელებ ქსოვას, დავაგროვებ რიგებს და უკვე ბოლოს წინა რიგში გავაკეთებთ კიდევ მატებას, რომ დავაბრუნოთ 20 თვალი, ხო, როგორც თავიდან დავიწყეთ, ორივე მხარეს ერთნაირი რაოდენობა, ესე იგი, კიდეებში რო გქონდეს, აი როგორც თავში იყო 20 თვალი, ასე გვექნება ბოლოშიც, მაგრამ ჯერჯერობით 18 თვალი გვაქვს ეხლა. ჯერ არ გვაქვს, აი კიდევ ბოლო თვალზე გავაკეთებ მატებას, გვექნება 18 თვალი. და ესე ფაქტიურად მზად გვექნება ეს დეტალი. კიდევ ერთი თვალი. და ეხლა ნიშნულის თვალში ორი თვალი უნდა ამოვიყვანოთ. ერთი თვალი ნახევრად ნამატით, იგივე თვალიდან მეორე თვალი ნახევრად ნამატით. აი ესე. 1 2 თავისუფალი თვალი და ვაგრძელებთ, ესე იგი პირველივე თვალში, ხო? აქ უკვე გექნებათ 18 თვალი ნახევრად ნამატით ყოველ რიგში და ესე იგი მოგსოთ ეხლა ჩვენ რიგებს ნახეთ, ეხლა ფაქტიურად თითქოს აი აქ ხართ, ხო? აი აქ მოვედით, აი ამ ადგილას და აი საკმაოდ დიდი რაოდენობა აქ რიგების, ხო? ესე უნდა მოგსოვოთ და ესადაც აი აქ ბოლო ორი რიგი სანამ დაგვრჩება, ხო, მოსაქსოვი და აი კიდევ გავაკეთებთ ერთხელ მატებას და კიდევ ერთ რიგს მოგსოვთ მერე მატების გარეშე და გვექნება ეს სამოსაკრავი სახელურის. და უკვე მივაკერებთ სახელურს. კარგით, ესე დააგროვეთ ახლა რიგები 18 თვალი ნახევრად ნამატით უნდა გსოვოთ. აი ეს ნაკსოვი ახლა უკვე ფაქტიურად ორი რიგი დაგვრჩა და ნახეთ აი ესეთი ფორმის არის. თუ ჩაეტია ახლა აი ესე გამოიყურება სიმეტრიულად და ეხლა ჩვენ გვაქვს მოსაქსოვი კიდევ ორი რიგი, მაგრამ სანამ ეხლა ბოლო ორ რიგს მოგსოვ, გავაკეთებ მატებას. 1 2 ეს ორი თავისუფალი თვალი ბიჭის და აი პირველივე თვალში გააკეთებთ ესე იგი მატებას, ერთი თვალი აქ ნიშნულს დავაბრუნებ და მეორე თვალი აი ესე და ახლა რა თქმა უნდა უკვე მატების გარეშე თითო თვალი სანამ არ მივალთ ბოლო თვალზე ნიშნულის თვალზე ასევე მოგსოვთ ორ თვალს და უკვე გვექნება 20 თვალი ნახევრად ნამატით. შემდეგი რიგიც ასევე იქნება თვლები ნახევრად ნამატით 20 თვალი ნახევრად ნამატით გექნებათ და ამით დასრულდება. მაინც მიაზომეთ კიდევ სახელურს, რომ კარგად ერგება თქვენ სახელურს შიგნიდან და ფაქტიურად დაგვრჩება მიკერება. და ეს იქნება სულ ჩვენი ჩანთა იქნება მზად. აი ესე მოდით აქაც გავაკეთებ ახლა მატებას ბოლო თვალზე გაჩვენებთ მოტრიალდები და ფაქტიურად შემდეგი რიგი ერთი რიგი დაგვრჩა და თქვენს გაართმევთ თავს რომ
ბოლომდე გახვალთ და შეგხვდებით უკვე მიკერების დროს. აი ხა ბოლო თვალზე მატება და ესე იგი ერთი თვალი, მეორე თვალი. ეხლა აქ აღარ დავაბრუნებ ნიშნულს, იმიტომ რომ ბოლო რიგი იქნება. აი ორი თავისუფალი თვალი მოტრიალდით და აი ეს ბოლო რიგი თითო თვალში თითო თვალს მოვხსოვთ და გავალთ აი ნიშნულის ადგილამდე და ფაქტურად მოვრჩით ჩვენ აი ამ ნაქსოს. კარგით, ესე გადით ბოლომდე და დავიწყებთ მერე მიკერებას. აი მოვხსოვე უკვე ბოლომდე და ეხლა აქ ჩვენ მოდით არ მოვჭრი მეძაფს და რაც მომრჩა ესეთი ცოტა გრძელი ძაფი კი მომრჩა და როგორც გახსოვთ ხო ეხლა ჩვენ მიკერება გვჭირდება და მოდით აი ეს სიგრძე რაც გაქვთ ხო აი ეს სიგრძეზე უნდა მივაკეროთ და ესე ესე გაორმაგებულ სიგრძეს ასე მოვჭრი და ფაქტიურად ეს ძაფი გამოვიყენოთ მისაკერებლად და ანუ ისეთი უწყვეტი ის გვექნება და გამოვიყენებ აი ჩვენს სადგის ესე ვთქვათ. აქ გავატაროთ ეს თავის თავში, ახლა ნახეთ, აქ ჩავკეტოთ ეს კარგად, აი ესე კვანძი და ესე იგი რა კონტურიც გინდათ, რა სიგრძეც გინდათ რომ მიაკეროთ, დაახოთ ორჯერ გრძელი აიღეთ. აი ესე და ეხლა ჩვენ ვიწყებთ მიკერებას. აი ესე დავიკავებ. ეხლა აქ თქვენ შეგიძლიათ ნახეთ, რახან ჩვენ გვაქვს ცოტა თვლების რაოდენობა ესე ზუსტად რიგი-რიგს არ შეესაბამება, იმიტომ რომ აქ ერთი წვერით ამაკ ნაქსოვი, აქ ორი წვერით, ხო? ამიტომ მე გირჩევთ რომ ნახეთ, აი ეს აიღეთ და აი ეს ცენტრალურ, აი აქ გაქვთ ხო, სადაც ყველაზე ვიწრო ადგილია, ხო? აი ამ ნაქსოვში, აი აქ ცენტრი, აი ეს დაუკავშირეთ აი ამ ნაკერის ადგილს, ნახეთ და აქ ქინძის თავით მაინც დააფიქსირეთ. ეს დაგეხმარებათ რომ ანუ ეს სწორად იყოს ორიენტირებული აი ეს ადგილების, აი ამ ბოლოების მიმართ, ხო? აი ახლა მე ქინძის თავით ამას დავაკავშირებ. კიდევ კარგად შევხედავ, აი აქ ამაქვს, აი ნახეთ, აი აქ. ნახეთ, ჩანს ხო? აი აქ მოკლება იყო, აქეთ მოკლება. აი ეს ცენტრი სადღაც აი აქ არის და აი ეს ნაკერის ადგილს რომ დავუკავშიროთ. აქაც შეამოწმეთ კარგად ზის, აქაც კარგად ზის, მორჩა. აქ კარგად არის ყველაფერი. აქ უბრალოდ აი ესე ეს იყოს ფიქსირებული, ესე ვთქვათ. და კარგად გავატარებ. აი ეს მორჩა. აი ეს ძალიან დაგეხმარებათ, ესე თუ გააკეთებთ ჩემსავით. ეხლა ესე იგი მე რახან ვარ აი აქ ეს თვითონ ძაფის ბოლო სადაც მოვიდა ხო? აქედან უნდა გამოვყვეთ, შემოვატრიალებ. აქეთ მხარეს მივაკერებ, ჯერ მერე აქეთ მხარეზეც უნდა მივაკეროთ, ხო? ორივე მხარე გვჭირდება რომ მივაკეროთ. კარგით, ესე თავი აქ მიამაგრეთ, სადაც აი ეს თქვენი ნაკერია, აი აქ ეს ნაკერი უნდა იმთხოვდეს და აი ეს. აი ესე დავაკავშირებთ. აქ ორ კედელში შევალ მე, გეტყვით, აი ესე. ჯერ თავის თავში შევალ. აი აქ და აქაც აი ეს. დააკვირდით, ეხლა აქ სპირალურად არ შევდივარ, აი თითქოს ასე ვთქვი, გავჭოლავ ხო ბოლომდე, აქეთაც, იქითაც. აი ესე. აქ მოკლედ რიგი-რიგს არ შეესაბამება ეს გაითვალისწინეთ, აი მთავარია ესე გაჭიმეთ ხოლმე, რომ აქ ქინძის თავით სადაც დაამაგრეთ, რომ კარგად ჩაჯდეს. აი ამითი იხემძღვანელეთ. რიგი-რიგს აქ არ შეესაბამება ნამდვილად და ამიტომ უბრალოდ ბიჯი ესე გააკეთეთ, რომ ძალიან დიდი ბიჯებიც არ იყოს ახლო-ახლოში, რომ კარგად დამაგრდეს. აი ესე, გაყევით ესე და მიაკერეთ.
აი ეს ორივე მხრიდან უკვე მივაკერე. ნახეთ. ზემოდანაც და აი გვერდიდანაც საკმაოდ ისე კარგად არის, კარგად ზის და საკმაოდ გამყარა. ეხლა პრინციპში შეგეძლოთ შიგნით ფირფიტა ჩაგედოთ, მაგრამ აქ ვფიქრობ, რომ დიდი ხვრელებია და შეიძლება გამოჩნდეს ეს თეთრი ფერია ჩემი ფირფიტა და მოკლედ ეს საკმარისია ვფიქრობ, ხოლოთ ეს სარჩული ესეთი. ეხლა მოდით, ეხლა მინახეთ, აი აქ მოვედი ბოლოს მეორე მხარე რომ მივაკერე, ხო? და აი ხედავთ ხო სად არის ეს ნაკერი, აი ზუსტად ეს ადგილები სადაც ერთდება, აი აქ სადაც შევაერთე ხო გვერდით ადგილას, აი ზუსტად იქიდან არის დაწყებული ამის მიკერებაც, ხო? ეხლა მე აი ასე მოვედი აქ მოკერებით და ნახეთ აქ მორჩა მე ძაფი და ამას მე გამოვიყენებ, ნახეთ. აი ესე ნახეთ. აქეთ მხარეზე მე ისედაც მაგ დატოვებული, გახსოვთ ხო ამის მისაკებლად რომ დავტოვე აქეთაც, ნახეთ. აი აქეთაც მაქვს ესეთი ძაფი, მაგრამ აქეთ მხარეს არ მაქვს და ანუ ვფიქრობ რომ აი ესე მივაკეროთ ეს აქედან აქეთ და აქედან აქეთ. ანუ ეს ადგილი დავტოვოთ, აი სადაც ელვის შესაძლებელია ეს მონაკვეთი იქნება. ვფიქრობ რომ შეიძლება და სულ ბოლომდე მიკერებაც, ოღონდ ელვა დაიმალება, აი უფრო აკურატული კი იქნებოდა. მოდით ნახოთ ახლა. მე ახლა ვფიქრობ რომ ეს აქ ბევრი ძაფები მაქვს მართალია, მაგრამ ნახოთ აბა როგორ აჯობებს რომ მივაკეროთ. აი აქ მოვედი ბოლოს. აი ამის მიკერების შემდეგ უკვე აი აქ ვარ. ეხლა აი აქ ეს კუთხის თვალი გაქვთ, ნახეთ. აი ესე ამოვიყვან, აი აქ. და ეხლა ვფიქრობ რომ აი ეს ლამაზი უზორი ესეთი ნაცნავისებურია, ზემოდან რომ დააჭდეს, აი ესე მინდა რაღაცნაირად ჩავსვა და აქ რომ აი აქედან ესე შევალ, ეს აი ასე შევიდეთ მაშინ კარგით, ოღონდ აი ესე. ხა თათ ერთ ძაფში არ მინდა რომ შევიდე და ცოტა ღრმად, აი ესე. ხა დააკვირდით, როგორც უფრო ესე აკურატულად რომ გამოვიდეს. ხა აქეთ გამოვალ და აქ კიდე უკვე შემდეგ თვალში, ხო? აი ესე. შემდეგი თვალი და აქ ცოტა აი შორს გადახტომა გვიწევს აქ, იმიტომ რომ ერთი წვერით ნაქსოვია. აი ამის ნაცვლად ცოტა აი აქეთ. აი აქ. და აი ესე შიგნით შევდივარ. ეს არ არის სპირალური, მე მგონი, ხო? არ არის სპირალური ნამდვილად, უბრალოდ ვცდილობ რომ ეს მოხდეს ზედაპირზე. ახლა აქ ცოტა კიდევ წინ. აქ უკვე აი ეს თვალი მაქვს. ახლა აქ დავაკვირდეთ, სადამდე უნდა მივიდეთ, ხო? ეს შეგიძლიათ ჩამალოთ, აი ეს ელვის ესენი. აქ კიდე მაქვს ერთი თვალი, მოდით გადავალ, აი აქ. და აი ესე და აქაც შევსაბამოთ, ხო? просто აქ ეხა დააკვირდით. აი აქედან შიგნით ჩავდივარ ხოლმე, ხო, აქეთ. აი აქ. ხო. აი ესე. ეხლა მოდით შევხედავ, როგორ ჯობია. აქ შესაძლებელია თუ არა ბოლომდე რომ ჩაიკეტოს. ხედავ, აქედან იქნება აი ასე. პრინციპში შეგვიძლია რომ ჩავკეტოთ და ეს უბრალოდ ჩაიმალება ეს ელვის ბოლოები. მოდით აქ კიდევ ერთხელ გამოვალ. აი ესე ნახეთ, აქ დავაფიქსიროთ უბრალოდ, რახან ესეთი გახსნის ადგილი იქნება ეს ძალიან აქტიურად და უკან წავალ კიდევ. ჯერ ესე გამოვიტან და მე კიდევ აი ამ ნაქსოვში. ოღონდ ისე გააკეთეთ, რომ ბოლომდე არ განჭოლოთ, ხო ეს ზედაპირი სადაც გაქვთ უკვე ნაქსოვის. იქ არ გახვიდეთ, აი აქეთ არ გამოხვიდეთ, ხო? აი ესე. მოკლედ აი ესე მაქსიმალურად ლამაზად რომ გამოგივიდეთ. კარგით, ეხლა მოდით ამას მივადებ. აქ კი მართალია ძაფი მაქვს, ძაფის ბოლო, მაგრამ არ მგონია რომ გამოვიყენო, აბა ნახოთ, აი ესე თუ მივადეთ. ფაქტიურად შეგვიძლიათ აი ამ ძაფით ბოლომდე გავიდეთ. ეხლა აი აქ მე ცოტა აქეთა ვარ, ხო? ამიტომ ნელა გადმოვალ აქეთ მხარეს.
უბრალოდ გავატარებ ასე აქეთ იქით, გადმოვედი და ამოდით ვაზომოთ. აი აქაც შეიძლება პრინციპში შესვლა. აი აქ ვართ. კარგი, აი აქ შევალ ახლა მე უკვე ნახეთ ცოტა გრეხილს შევეხე, აი გრეხილი სადაცაა გაქვთ ნაკსოვი, ხო? აი აქ. მაგრამ არ აუშავს. ახლა აქეთ და აქ როგორც ვაკეთებდით. აი ესეთ და უკან ასე ზემოდან ჩავდივარ, ხო? აი ესე. ოღონდ აქ ახლა ცოტა გაგიჭირდებათ უკვე ეს ღია ადგილი აღარა გაქვთ და აი ესე უნდა ამოიყვანოთ. აი ესე და შემდეგი აი ეს კარგად ჩანს ეს თვალი, შემდეგ მეორე თვალიც კარგად ჩანს და აი აქაც ცოტა უნდა მოვინდომოთ, რომ ლამაზად გავაკეთოთ. აქ რამდენიმე თვალი კიდევ დაგვრჩა, ხო? მოდით ახლოს შემოვეყვანა ეს. რომ ერთი თვალი, მეორე. ახლა ამ ძაფს მე შიგნით ჩავიტან, რომ არ შეგვეშალოს ძალიან ხელი. ანუ ეს ძაფი, რომელიც ადრე ვაპირებდი იმის გამოყენებას, ხო? აი ეს ძაფი ჩავიტანოთ და მე იქ კვანძი აუცილებლად გააკეთოთ, რომ მოიჭრას. ეს მორჩა ის ძაფი არ დაგჭირდება, რომელსაც ფიქრობდი, რომ გამომეყენებინა, ხო? აქ ახლა პრინციპში ბევრი ის აღარ დაგვრჩა. ერთი თვალია კიდევ და აქაც შეიძლება გამოვიყენოთ დასაკავშირებლად. ესე. აი ეს ბოლო თვალი. ორივე კედელში შევდივარ, აი წინა მხარეს, რომ ლამაზად გამოჩნდეს. ვიცი რატო იკარგება ეს ფოკუსი. აი ეს. ნუ ფაქტიურად მორჩა. ეხლა აქეთ მგონი ხრელი და მაინც კარგით აქაც გადავიდეთ, რომ ხრელები არ დაგრჩეთ მაქსიმალურად. ჩაკეტეთ ხრელები. აი აქ წინ. აი აქ ცოტა ესეთ აი ეს. და ფაქტიურად მორჩა. ეს უნდა ჩავიტანოთ შიგნით, ოღონდ აი ესე რომ აი ეს. აქ გააღეთ ეს ადგილი, ну ეს ელვა აუცილებელია რომ გააღოთ თორე ესე. ეს ძაფი რა თქმა უნდა კვანძით, შეგიძლიათ ამ ძაფთან გააკეთოთ კვანძი ახლა ახლოს არიან ერთმანეთთან. და ფაქტიურად ეს მხარე გავაკეთეთ. მეორე მხარეც მსგავსად უნდა გააკეთოთ ზუსტად. აი ხა რაც გავაკეთე, ხო, უბრალოდ იქით მხარეს ერთი ძაფი გაქვთ. აქაც პრინციპში ეს მეორე ძაფი არ გამოვიყენი, ამიტომ ზუსტად იგივე პრინციპით დავიწყებ მე და თქვენ მიხვდებით როგორც უნდა გააგრძელოთ. აი ესე. ეს ძაფის ბოლოები რა თქმა უნდა დამალოთ ბოლოს. კარგით, ახლა აქეთ მხარეს აი აქ გაქვთ ძაფი, აქ კიდევ ძაფის ბოლო, ესეც ჯობია რომ მე დავმალოთ და აი აქ ერთი ძაფი ქონდათ, მე ესე დავტოვე ხო, აი თვითონ ჩანთის ნაწილის ესე იგი ბოლოს მოვიტოვე. აი აქ ახლა ესე იგი აქ შეგიძლიათ ცოტა აქვე შევიდეთ, მოდით, აი აქვე ნახეთ, აი ეს ადგილი მიეკერება. მე აი აქ ელვის ადგილს ცოტა 1-2 თვალი უნდა შევსაბამოთ, რომ უბრალოდ ამ ესე გამოატარეთ, რომ ელვასთან არ არის კავშირი, უბრალოდ აქ რომ მოხვალთ ხო კავშირით, მე აქ გაივლით და მე ისევ კავშირით დააბოლოვებთ. აი ესე ახლა მე როგორც იქით მხარე გავაკეთე, მიახლობით, აქაც იგივეს გავაკეთებ. აი ესე და ესე იგი ეს რომ განწავედი, მე ჩადიხართ, ხო? ეცადეთ აი ესე. სადაც თითქოს ერთ თვალს ტოვებ, აი იქ. ისე ვაკეთებ, იმიტომ რომ აქეთ სქელი ნაკსოვი გაქვთ. თან მიაზომეთ. ესე, კარგი ადგილია ფიქრობ აი აქ.
აი ჩვენი ჩანთა მზად არის. აი ესეთი საკმაოდ ესეთი მოცულობითი ჩანთა, მოდით შიგნით თუ ჩაიხედება ესე აი. ესეთი. აქ ყველაფერი მივაკერეთ, ნახეთ. აი ესე. აქ შეიძლება და კიდევ უფრო მიკერება, აი ამ ადგილის ვფიქრობ, რომ ეს ელვა ერთად მოხვედრილი იყო, მე ვფიქრობ, რომ ცოტა კიდევ უნდა მიმიკერებინა, კიდევ უფრო მეტად. აქეთ შევხედოთ. აი აქაც ესეთნაირად გვაქვს. ფაქტიურად აქ უფრო ესე პირებირთან, ხო? ეხლა მოდით ჩავკეტოთ ელვა, შევკრათ და აი ესეთია. აი ეს წაღლა მხარე თქვენი. აი ესეთი. აი ესეთი უკანა რაც ამოვაკარით. ხლა აქ ცოტა ესე კარგად არ ჩანს კიდე, მე სურათს გადავუღებ და ისე დავდებ. პრინციპში ეს უკანა მხარე ძალიან ლამაზია და ეს წინ აი ეს ძალიან კარგად ჩაჭდა ჩემი დეკორაციული დეტალიც. გირჩევთ რომ მოგსოვთ? უფრო ეხლა ვფიქრობ რომ ერთი წვერი ძაფით ძალიან კომპაქტური და ესეთი ცოტა უფრო ეხლა ხო ხედავთ მოდით ზომებს გეტყვით. აი ჩემი ხელი. აი საკმაოდ ესეთია მოცულობით ჩანთაა და ვფიქრობ რომ ერთი წვერით რომ მომექსოვა ზუსტად იგივე ძაფით, ხო, უფრო ესეთი მოდური და ესეთი იცით ეხლა სხვადასხვა ტიპის ძალიან პატარა ზომის ჩანთებია მოდაში და მიახლოვეთ ეხლა აი 34 სანტიმეტრია. და აქ არ ვიცი ხა რა გავზომო ეს ამ ადგილს გავზომო ხო ძირამდე. ეს არის 20 სანტიმეტრი. ანუ არ არის პატარა ჩანთა, ნამდვილად სიგანეც საკმაოდ აქვს, ნახეთ. აი ესე ფაქტიურად მტკაველის ის არის სიგანი თითქოს ესე ძირი. მაგრამ ესეთი ადრეკადია, ეხლა აი მხოლოდ ძირზე ჩაუფინე, როგორც ხედავთ და აი ამ სახელურზე, მაგრამ ეს თავის თავს იკავებს, აი ნახეთ, აი ესე შეიძლება დადება, თავის თავს იკავებს, მაგრამ უფრო ესეთი სურათზე როგორც იყო, ხო, ორიგინალში, ისეთი რომ გამოგივიდეთ, ფიქრობ რომ ერთი წვერით უნდა მოიქსოვოს და ცოტა პატარა ზომის უნდა იყოს, რომ აი კომპაქტური უნდა იყოს ძალიან და მაშინ ფიქრობ რომ საკმაოდ ისეთი იქნება. უფრო შეკრული, ვიდრე ახლა უფრო ესეთი ადრეკადი. კარგით, აბა წარმატებებს გისურვებთ, მოვალ შეხვედრამდე.